ჯერ იყოს სიტყვა. თუ სიტყვა არის მართალი, თუ სიტყვა არის თავისუფალი, მას ყოველთვის არაკეთილსინდისიერი ადამიანი საფრთხით აღიქვამს და ასეც უნდა იყოს. სიტყვა იქნება ყოველთვის მთავარი იარაღი სიმართლისთვის. ნაიარევები რაც კი არის, ეს არის 90-იანი წლების სამოქალაქო ომის დროს მედიისთვის ნასროლი ტყვია. ტელევიზიის ისტორიაში იყო მომენტი, როდესაც ფიქრობდნენ გარედან ექსტერიერის განახლებაზე და მაშინ გადაწყდა, რომ არავითარ შემთხვევაში ამისთვის ხელი არ უნდა ეხლოთ, რომ ეს დარჩენილი იყო მტკიცებულებად და შეხსენებად რა მოხდა. კერძო მესაკუთრე სავარაუდოდ დემონტაჟს გააკეთებს და აი ეს მტკიცებულება დაიკარგება. რა ხდებოდა ასეთი ამ შენობაში, რა სიტყვას ებრძოდნენ, ან რა სიტყვის თქმა უნდოდათ, რატომ მოდიოდნენ ამ შენობასთან, მაშინ როდესაც იყო პრობლემები, მაშინ როდესაც იყო სალაპარაკო. კოსტავას 68-დან ნატყვიარი კედელი ჯერ ბავშვობის მოგონება იყო, მერე პროფესიის განსაზღვრელი მთავარი ფაქტორი. ამ შენობას ეუკავშირდება იმის გააზრება, როგორ ხდება სიტყვა სიმართლისთვის ბრძოლის მთავარი იარაღი და მერე უკვე თავისუფლებასთან ბრძოლის მთავარი სამიზნეც. ვიზუალურმა მეხსიერებამ კადრებად ისიც შემოინახა, როგორც ცდილობდნენ 90-იანებში შენობის სამხედრო ძალით დაკავებას და ამის მიღმა ადამიანები, პროფესიის მცველები. მათ შორის მისი მშობლებიც იყვნენ. საბჭოთა ცენზურამაც რომ ვერ წაართვათ სიტყვა სრულად წითელ ქვეყანაში. ბავშვობის პერიოდიდან მესმის უკვე საუბრები თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა პიკის საათს, რადიო გადაცემას, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში შეიქმნა და რომელიც თავისუფალ სიტყვას ავრცელებდა და რა პრობლემებს აწყდებოდა. გინდა პიკის საათი, გინდა ალიონი, გინდა ეს ცენზურა ტელეფილმებში. დედაჩემი მუშაობდა რადიოში და მონაწილე იყო პიკის საათის, მონაწილე იყო ალიონის, მამაჩემი კიდე აქტიურად მუშაობდა და მოღვაწეობდა საქართველოს ტელეფილმებში. ის იყო ის საფუძველი, რომელიც ჩაეყარა ჩემში ჟურნალისტიკას სავარაუდოდ იმას, რომ აუცილებლად სიტყვა უნდა იყოს თავისუფალი და ეს სიტყვა იქნება თავისუფალი თუ ის იქნება მართალი. ბავშვობიდან გაბმული კავშირების მიუხედავად ტელევიზიამ პირველადი პროფესიული არჩევანი ვერ განსაზღვრა. ისტორიის ფაკულტეტზე ჩააბარა არქეოლოგიის განხრით. მეორე წელს პირველ არხზე კონკურსი გამოცხადდა. ახალი თაობა უნდა მიეღოთ. ასე ჩაანაცვლა არჩეული მემკვიდრეობით მიღებულმა პროფესიამ. მოამბეში მოხვედრა არხის სახელმწიფო ტელევიზიიდან. საზოგადოებრივ მაუწყებლად ფორმირებას და იქ BBC-ს პრაქტიკებს დაემთხვა. სისტემასთან ერთად დაიწყო მისი კარიერული განვითარებაც. თუმცა მალევე არხზე ერთი საკადრო გადაწყვეტილება წამოეწია. მოამბის ხელმძღვანელად საინფორმაციო სამსახურის უფროსად დაინიშნა დედაჩემი ჟურნალისტი დოდო შონავა. ერთის მხრივ ყველასთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო, რომ უпростоრად ესე მეუბნებოდნენ, რომ აბა ახლა დედა უფროსი არის და შენი კარიერა სხვანაირად წავალ. თუმცა პირველი ადამიანი, ვინც სამუშაო ოთახში დედაჩემა დაიბარა როგორც საინფორმაციო ხელმძღვანელმა, მე ვიყავი და მომთხოვა განცხადების დაწერა შეუთავსებლობის არგუმენტით, რომ ეს არ შეიძლებოდა ახლა. იქ სადაც დედა არის უფროსი, შვილის მუშაობა ცოტა სხვანაირად გამოდიოდა და მეც დავწერე ეს განცხადება. სამთოში ახალი შესაძლებლობა გამოჩნდა ისევ მშობლიურ კედლებში. ახალ ჩამოყალიბებულ დილის საინფორმაციო გუნდს მორიგე ჟურნალისტი სჭირდებოდა. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარე თუ ახალ ამბებთან მოდარაჯე. დედის გავლენა აქ აღარ ვრცელდებოდა. იმის დამტკიცების შესაძლებლობაც ჰქონდა. ზურგს პრივილეგია კი არა, პროფესიონალის მიუმაგრებდა. არ შეწყვეტილა სწავლის პროცესიც. პრაქტიკაში მიღებულ გამოცდილებას თეორიაში გამტკიცებული ცოდნა მოსდევდა. ტელევიზიაში მუშაობა დაიწყო და გარკვეული პოლიტიკური საკითხების გაშუქებაც მომიწია და ვინტერესდი პოლიტიკით. შესაბამისად არქეოლოგიიდან უკვე პოლიტოლოგიაზე გადავიტანე საბუთები და ვაგრძელებდი განაგრძობდი უკვე პოლიტოლოგიის შესწავლას, როდესაც დიპლომატიის საკითხები გამწვავდა, როდესაც იგივე ჩვენი რეგიონის საკითხების გაშუქება მიწევდა, მაინტერესებდა, შემდეგ გადავიტანე საბუთები საერთაშორისო ურთიერთობებს. რომ ეს ყველაფერი სწორად შევაფასო, სწორად გავსანჯო, სწორი შეკითხვები დავსვა და ეს პასუხები შევაფასო, რამდენად შეესაბამება ჩემს მიერ დასმულ შეკითხვას. 4 წლის განმავლობაში ვილის ჟურნალისტს მაყურებლამდე ყველა ამბავი შეუცვლელი ფორმით და შინაარსით მიჰქონდა.
მათ შორის ისეთიც, რომელიც მიუღებელი იყო საზოგადოებრივ მაუწყებელზე უკვე გავლენების მქონე ხელისუფლებისთვის. მე და მიხეილ ოქრომჭედლიშვილმა გავაშუქეთ ციხის ბუნტის ღამე და მოვახერხეთ კიდევაც ის, მოხერხდა ის, რომ დილის საინფორმაციოს პირველ ორ გამოშვებაში იქ არსებული ვითარება სრული სიმწვავით ავსახეთ. შემდეგ როგორც მოჭიდავეების აქციის შემთხვევაში, ასევე ციხის ბუნტის შემთხვევაში, შემდეგ უკვე ეს სიმწვავე ეთერში სათანადოდ აღარ ჩანდა. პროფესიული თავისუფლების შეზღუდვას სამსახურის უფრო ზუსტად პროფესიის დატოვება მოჰყვა. კარიერული გეზი კარდინალურად შეცვალა. ძალები მოსინჯა ბანკში, ლუცახარში, უნივერსიტეტშიც. კომფორტის ზონა ვერც ერთმა შეუქმნა. პროფესიონალის პროფესიული ჟინი სულ სხვა რამეს ითხოვდა და იპოვა. რუსთავი 2-ზე გამოცხადებულმა კასტინგმა ცისფერ ეკრანზე დილა მშვიდობისა საქართველოს წამყვანის ამპლუაში დააბრუნა. 4 წლის მერე იყო ისევ პოლიტიკური ჟურნალისტიკა. ამჯერად მეცხრე არხზე და ისიც რამდენიმე თვე. საბოლოოდ კი მაინც დაბრუნდა იქ. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. მოამბე. კვირას 21 საათზე. საიდანაც ყველაფერი დაიწყო. საზმაუში მე დავბრუნდი 2013 წელს, 2013 წლიდან დღემდე ვიყავი როგორც კორესპონდენტი, ვიყავი დღის გამოშვებების წამყვანი, ვიყავი თავარი გამოშვების ინტერვიუს ბლოკის წამყვანი, ვიყავი 6 საათიანი მოამბის წამყვანი, ასევე ვიყავი გადაცემის წამყვანი და ავტორი მოამბე კვირას ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად. ბოლო რამდენიმე წელია სტაბილურად ვარ მოამბე, ვიყავი მოამბე 6 საათიანი მოამბის წამყვანი, რომელსაც თან ახდა გარკვეული პერიოდი ინტერვიუების ბლოკიც. ახალი ამბების ეს მიმართულება ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა იყო. ყველაზე დიდი პროფესიული ტვირთი თვითკრიტიკოსისთვის. რესპონდენტის მერე ადრესატი საკუთარი თავი იყო, რომელსაც მუდმივად უნდა ეპასუხა კითხვებზე. რა გამოუვიდა, რა ვერ გამოუვიდა, რა ღირებული მიიღო მაყურებელმა აქედან. გამოადგება არის ეს ის ინფორმაცია, რაც მას ნამდვილად სჭირდება. დამანახა ჟურნალისტიკამ ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. მათი გამომწვევი მიზეზის, ძირი მიზეზის პოვნაში დამეხმარა ჟურნალისტიკა. საიდან მოდის ეს პრობლემები? რა გვაქვს ნალაპარაკები, რა არ გვაქვს ნალაპარაკები, რაზე გვაქვს ნაფიქრი, რაზე არ გვაქვს ნაფიქრი. აუცილებელი არის ყველაფრის პირდაპირ და დაუფარავად თქმა. ეს საზოგადოებრივი მაუწყებელზე ისმის საზოგადოების პარტუსტების ხმა. და თქვა ის, რაც უნდა ეთქვა და იქიდან, საიდანაც დროსა და მომენტში ამას ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. არაჩვეულებრივი ეთერი არის. თუმცა იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკა ვერ პასუხობს იმ საზოგადოებას და იმ მოთხოვნას, რომელიც არის საზოგადოებაში. ჩაკეტილი წრე ისევ თავარი იარაღით გაარღვია. საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკას ეთერის ხალხისთვის გახსნისა და არხის პარტიული გავლენებისგან გათავისუფლების მოთხოვნა მოჰყვა. ჯერ სიმართლისთვის ნათქვამი სიტყვა იყო, მერე სიტყვა თავისუფლებისთვის. სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. ეს გამბედაობა გამოიწვია უსამართლობის გრძნობა. უსამართლობის გრძნობა დამყარებული ფაქტებზე, რომელმაც უკვე ყოველგვარი წითელი ხაზი წაშალა და აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა იმას სასწორის მეორე პინაზე რა იქნებოდა. სასწორის მეორე პინაზე ახლა სამსახურია, პროფესია, კარიერის მთელი 20 წელი. თუმცა ეს ყველაფერი აშკარად არათანაბარ კონკურენციაშია. სამართლიანობასთან ერთად სიმართლის წონა გაცილებით მძიმეა. საკუთარ თავს მივეცი უფლება, რომ ჩემი სიტყვა უფრო თავისუფლად მეტყვა. რასაკვირველია, ამას გამოცდილება სჭირდებოდა, ამას გარკვეული მოვლენების გააზრება სჭირდებოდა. თუმცა ამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ყველაფერი ცხადყო რა, საით კენარის სწორი გზა უნდა იარო და საითკენ არის არასწორი გზა. რა დაშავდება თქმით და რა დაშავდება უთქმელობით. ჩემთვის უკვე ამ ასაკში, ამ გამოცდილებით, ამ ეტაპზე სწორი გზა ეს იყო. და ცხოვრების საქმიანი მონაკვეთის ამ გზის ბოლოს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილება. 4 თებერვლიდან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი მოამბის წამყვანი აღარ იყოს განუსაზღვრელი დროით. მიზეზად პროდიუსერების მიერ მასთან თანამშრომლობაზე უარი სახელდება. შეძლებს თუ არა პროფესიული მოვალეობის შესრულებას ახლა შიდა მოკვლევამ უნდა განსაზღვროს. თუმცა რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა გაგრძელდეს და რა შედეგიც არ უნდა დადგეს.
სათქმელი უნდა ითქვას, თუ დაიწყებ ადამიანი ლაპარაკს არ უნდა გაჩერდე. თუ მიიჩნევ რომ შენი სათქმელი არის სიმართლე და ამ სიმართლეს ჭირდება დღის შუქი, აუცილებლად იგი არ უნდა დამალო. იმედი მაქვს, რომ ცხოვრება მომცემს იმის შესაძლებლობას, რომ სადაც დავინახავ უსამართლობას, იმაზე ვთქვა, რომ უსამართლობაა. სადაც დავინახავ სამართლიანობას, იმაზე ვთქვა, რომ სამართლიანობაა. და ნახოთ რა იქნება. ყოველ შემთხვევაში მინდა რომ ამ დღიდან არ გადავუქმნო. თუ გამომივა ხომ ძალიან კარგი და თუ არ გამომივა, ვცადე მაინც.